რუსეთ საქართველოს ომამდე გუდაუთაში ლიხნის ტაძარში შემორჩენილი იყო 17-ზე მეტი ქართული ფრესკული წარწერა, აგრეთვე ბიბლიური სიუჟეტები, წმინდანთა გამოსახულებები, ქართულ ბერძნული განმარტებითი წარწერებით. მოხსენებულნი იყვნენ ერთიანი საქართველოს მეფეები, გიორგი მეორე, ბაგრატ მეოთხე, სასულიერო პირები. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ძირითადად ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლები განეკუთვნება მე-19-16 საუკუნეს და ის აფხაზეთის ყველა ნაწილშია წარმოდგენილი. აი განსაკუთრებით აღსანიშნია მაგალითად იმავე გუდაუთაში მსიხგუას, ხუაფის, ანუხვას ტაძრები და ის ფაქტი, რომ ანუ იქ არის შემორჩენილი ზუსტად გაგრძელებაა კი არა და ერთიანია ჩვენი ქართული ისტორიის და კულტურის. ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ ილურის წმინდა გიორგის ტაძარი, ასევე უმნიშვნელოვანესი, რომელიც არის ოჩამჩირის რეგიონში. იქ არის შემორჩენილი დღეისათვის ინახება 5 ქართული ქვა, სადაც ხვდებით წარწერებს, როგორც ასეთთავრულ, ისე მხედრულ, ისე ნუსხახუცურად. ერთ-ერთი მაგალითად განეკუთვნება მე-11 საუკუნეს, სადაც მოხსენიებულია ქართველი მღვდელი გიორგი ქოჩოლავა. და აი ამის შესახებ საინტერესო ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ 2005 წლის ახალაძის ნაშრომში, რომელსაც ეწოდება აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო და ასევე ძალიან საინტერესოა ილურის წმინდა გიორგის ტაძარი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, რომ მე მგონი თოფჩიშვილსაც და ხუბუასაც აქვს, სალომე ხუბუასაც აქვს მოხსენიებული ორივეს ეს ფაქტორი, რომ სწორედ ილურის წმინდა გიორგის ტაძარი წარმოადგენდა ქართველების, უფრო მეტად სვანების და მეგრელების, თუმცა სხვა ქართველების თვისაც დარწმუნებული ვარ, ძირითად სალოცავ ადგილს, ხოლო რაც შეეხება არაეთნიკურ აფხაზებს, არაეთნიკურ ქართულ აფხაზებს, ისინი უფრო მეტად არსებული მონაცემების მიხედვით ჩრდილოეთ კავკასიაში ბრუნდებოდნენ ქართული აფხაზებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ასევე რა არის კიდევ მნიშვნელოვანი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე რონალდ თოფჩიშვილს აქვს მოყვანილი ერთი ძალიან საინტერესო არგუმენტი მე-12 საუკუნის სპარსელი პოეტის ხაყან შირვანელის ნაწყვეტი ლექსიდან. შირვანი არის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია და აი ეს ლექსი უნდა წაგიკითხოთ, ეს არის არაქართველი ნათარგმნია, მაგალითად უასთარგმანია. ტრფობით შენი თეთრი სახის დაკავების მას რომ ამკობს აფხაზეთში დავესახლე და ქართულად ვლაპარაკობ, იმდენჯერ და ისეთი ხმით გიხმობ, მოი აქ ენეთ სისებრ დამიწრულდა და ქართულად ვლაპარაკობ. ესეც ჩვენი არაქართული, მაგრამ მაინც ისტორიული ძეგლია ეს ერთი პატარა ლექსი.